ჩელენჯი არ გახარე ხო? მოკლედ მე გეუბნები რომ მაგ ბურგერს შევჭამ 5 ლუკმაში, პატარაა და ჩამოვდივარ ასლარს. 4-ში შეჭამ? მე შევჭამ 3-ში. 3-ში შევჭამ ხო? 2-ში შეჭამ გაჩელენჯებ. თავის ფრიანა ეხლა რაც გიტყვია, მაგიტყვიეთ მე შეჭამ 2 ლუკმაში, აბა. შეჭამ? შანსი ნული გავიქნა, შეყვაიმე. აბა შემოხედეთ. ვაიმე. გონი დამერხა. მაკდონალდში ყავთ ერთი უძალიან საყვარლესი თანამშრომელი მარიამი ჰქვია, წითელკაბებში რომ არიან გოგოები, ისე საყვარლად და თბილად და აღსანიშნავია. ეს სიტყვა მე მოვიგონე, უძალიან საყვარლესი. კარგი, ახლა გელოდები. ვაიმე. მაშინ რანაირად ჭამე? აი ერთი უნდა მეთქვა რა. მე რატო შეიძლება მომწესლარი? ხო. რა, ის მასილო. გადმომინისტრე. და შეიძლება თორმე ვირიცხავ. გადმომინისტრე, მაგრამ აი 50 მოგცემ 50 შენ მომეცი და რა ვიცი ეგ იქნება პასპორტები. გადმომინისტრე. კარგი ხო. შენი ახი ვიჟო როი შენი აიუმერი საუბარ მაინც ახი შენი დედა მამადა მეთქვა ეგარი ჩელენჯი გიო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მოდელი ვინ არის? მონიკა ბელუჩი რა თქმა უნდა არა მეც მოდელი ვიყავი ხალხო და ეს არიცი შენ რატო? მე მოდელი ვიყავი არ გახსოვს? ხო კითხვა ნომერი 2 გიო სტატისტიკიდან გამომდინარე ქალს ყოველთვიურად რამდენი სალი კაბა ესაჭიროება? ხიურად? 13 არა უზომოდ ბევრი, უსაზღვროდ ბევრი კაბა. უსაზღვროდ ბევრი კაბა. მოდი. ოიმე. მოდი შესაძლოა. კითხვა ნომერი 3. გიო წელიწადში ქალს რამდენჯერ სჭირდება დასვენება? 6. თქვენ მაინც უმეცავ დასვენება დარწმუნებულია. არა. ყოველ დღეს სჭირდება ქალს დასვენება, ყოველ წუთს, ყოველ წამს. საცოდაო, ნელა. აბატიე. აუ, ვალი, ეხა დააგეიძრა. ხალური ლოგიკა ნაწილი 2. კითხვა ნომერი 1. გიო, ახლა ყველაზე მეტად რა მინდა, ლობიანი ხაჭაპური თუ შემწვარი ქათამი? შემწვარი ქათამი. ვერა დავიწყო. არც ერთი ჩამოთვლითაგან. რაჭაში ვარ და რაჭული ლორე. ზებიგდა? რაჭული ლორე. შენ გაიცოდე მე რა მინდა? იმ სამიდან საერთოდ არ უნდა მიგიქცია ყურადღება. შენ არ იცნობ ცოლს. ამოდი ახლა, ამოდი. კითხვა ნომერი 2. გიო, ბერას დროს რას ვერ გაპატიებ? ხალაც მარტივი. აბა ანუ ღალატს კი სწორია, მაგრამ ჩემ გარეშე რომ რამე ძალიან კარგი შეჭამოს, ბერას დროს ვერ ვაპატიებ, ბერას დროს გაპატიებ. რომ ახვედა და ჩემ გარეშე რაიმე გემრიელობა გასწინდო. თავისთავად ღალატსაც. თავისთავად. და არ დაგავიწყდეს ჩვენი გამოწერა. კითხვა ნომერი 3. გიო, შენი მოტანილი ყვავილებიდან ყველაზე მეტად რომელი მძულს? ვარდი. არა. ვარდი მიყვარს, ვენოკები რომ მაჩუქე, აი ეგ არ მიყვარს. მძულს. ვენოკები რომ გაჩუქებინა ბიჭო. რომ გაჩუქებინა, ვენოკები. ერთი აჩევის ვენოკი იყო, ხა? ადი, თავი ჩავავი. თავი ჩავავი. უცხოში კი არ იყო. რა იცოდი, ვარდი ხო იყო და რა მნიშვნელობა? რა იყო ვარდი, ვენოკი იყო, დაშუქნიან. რა თქმა უნდა მე ვენოკი.
წინას არ გამისტუმრო. და კითხვა ნომერი 4. თვის ბოლომდე გვაქვს ჩემი. რა თქმა უნდა კითხვა არ უნდა. ისე უნდა იბანაოს ამბით, აი. აიგა. და თუ ამ თვეში 300,000 ფოლოვერზე ავალთ, მე და გიო ჩვენ 10 გამომწერს წავიყვანთ 3 ადგილას ჩვენთან ერთად და ასე ცილამაზეებს ჩვენთან ერთად დაათვალიერებენ. ვიყარხართ. ამოგვიწერეთ. გიო რა არის ეგ? მოკვდები, რამდენი კოკა-კოლა ჩაგისხამს? დამყინულების რო ჩაუყარი არ შემიძლია. აჰა, ტელური ახლოს, მაგრამ ფილმი მოვაწყობ. მოიწყობით მე კომფორტი, აჰა, ჩიფსები ყველაფერი აქ ვიდა გაყარეს. ვაი, მე დაგაყარეს შევიდა. აუ, როქენი. მაგრამ რა არის ეს, გიო? ქვევრი მოგეტანა, მარემ. ბოცა. რა ვიცი, რამე. აი, ესე უყურს ამას კოკა-კოლა. დაიჯერებთ. აშტით დაიდებს და სვამს. გავედი. სად გადიხარ, მოდი ფერდომს. რა? სად გადიხარ? გოგოებთან. გავიგე და მე რომ იზიდება მთელი თვის ხელფასი ერთი გასვლა, შენ რას ფიქრობ, აბა? და ერთმა დამიწერა, რომ ან დასალევი აყიდინეო, ან ზვირადღირებული სასმელიო და. რა ვიცი. მე გქონია ისე მივდივარ. ნახო რა შენ სამები. ჯეკ დენიელს. დღეს ბიჭები დავიდებთან დალებს. აჰა, ბიჭებს დაახარჯოს ეს ჯეკ დენიელსი. ჰენესი. ის დაბადების გამოდიზა გამახარე თუ არა. გავდივარ, ოღონდ კლუბში მივდივართ, გიო. ბაგრატიონი. გეყოფათ ალბათ იმედია და კიდე ერთი მაქვს. მაგარი ისო. პროვანსი. ოღონდ კლუბში გავდივართ. და დილით მოვალ. 5-ზე. კარგი? კარგი? ნაკა 5-ზე საათ ნახევარში აგიყავენ. რა საათ ნახევარი? რამდენი რა საათ ნახევარი? კი. ბიჭო, შენ 2 ლარი შოკოლადე გომიტანი და მთელი დღე გაგიშვი. ნუ კაი, ხანი საათი. საათი ყავა. მაშინ ესენი მიმაქვს და ჩვენ ვსვავთ ამეებით. წავედით. დაიტოვე მარტო ეგ. წავედი. მე, ძალიან ხوارწრული ფე. არა, გიო, სვეს არ გიკეთებ. სვეს არ გიკეთებ ხოლმე. ლოლი ამ ხელაზე არ ჩადიხარ ხოლმე. როგორ არა, გიო, სვეს გიკეთებ ხოლმე. შე არა, მურჩი. აჰა. სათხარ ახლა შედეგი განა, ხო? რა ვიმი. ოღონდ სარკე არ მაქვს ჩაგახედებ აქ. აჰა. ის. არი, შეიძლება გიჟი ყوارა ხარ, ე. ლალი, გაგიჟდი მას, ლა გოგო. მოგითხარი, ძალიან დააწვრილა მეთქი რა. არა. რა, ბიჭო, შენ გიჟი ყوارა, გამოვაში, გადამპარცა, რაღაც ხო გაგიჟდი მას, ლა. უის წამწამები დაგეგრძელა ფილტრმა, მაგრამ რა გინდა, კარგად გაგწამწარბები, რა გინდა? აი, გოგო, დამჩინე მთელი საქართველო, იღوارა ხარ. რა, არა, შვენივრად გაგ. რა უბედურება, ეს მართლა რა, რა გჭირდა? ხო გითხარი, ძალიან დააწვრილებს მეთქი, ეტყობა რა. რა, კაროჩე რა. ბიჭო, არ გაგწამწრილი. ე, მონა, აუდგე, ჰე, მაინც გიჟი ყوارა. ეს 9 საათზე ლაივში მე და გიო გადავნაწილდებით. მე ვფიქრობ, რომ გვეყოლება ბიჭი, გიო ფიქრობს, რომ ეყოლება გოგო. ხო და გელოდებით ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ბიჭი გვეყოლება, მე დამეჭირეთ მხარი, ერთმანეთს შევეჯიბრებით მე და გიო. და ვინც ფიქრობს, რომ გოგო გვეყოლება, დაუჭირეთ მხარი გიოს. ჩემთან გოგოებს და საბოლოო თამაში ვინც გაიმარჯვებს, ნუ არ ვიცი, ალბათ ეგ უნდა გვეყოლო. ასე რომ 9 საათზე იქნება ყოველდღე ლაივები. გიო
ბიჭო, გაჩელენჯებ თუ აი ამ ორ მაგ ბეკონატორს შენ შეჭამოთ ხლუკმაში 350 ლარს გაჩუქებ, ხოლო თუ ვერ შეჭამ ვაორმაგებ და 750 არა 700 ლარს ჩუქნი შენ. ამაში 4-ში? კი. გაართულა დაჟე ყველი соусიც მოასხა. იმედია გამომეხმაურება ვენდიმას. მაგნუმად დაგვადო. დროზე დამწყილდი. კომენტარებში დიეზი ვენდი შეეხნიანი. ვენდი გამოგვეხმაურე. აბა ყველა გიოსკენ ვარ 700 ლარი სულ არ უნდა ლარის. რა თუ და 700 ლარი ლარის. რაში გამოიყენებს? ჩანთას იყიდეს კაბას თუ ფეხსაცმელს. ვა, ბიჭო დიდია რა. ბიჭო, ჩუმად წაგიღო მაინც გამახარე, ხო შეიძლება. ეს ამისა გეკითხება. აი მე 700 ლარი მოვიგე, რა მინდოდა 700 ლარი. სამი იყო. არა. აი ფრედამთავრდა კიო, ზუსტად 4 მაშინ შეჭრომე. შესაბამისად დამთავრდა ფრე, არ ჩენწავაგე, არ ჩენწავაგე. პირადობა გეტყვი და 250 ლარი გამოუშვი. რა 250? უნდა დაიყო. 50 ლარზე იყო თამაში და. გამილზე მაგრამ. ოკეი, 250 ლარს გადმოგირიცხავ, მაგრამ მე 350 ლარს ჩამოვდიოდი. დაგვიწერეთ მინდის ბეკონატორს 4 ლუკაში ვინ შეჭამს რა და მე წამოვიყვანა ვაჭმე. მაგრამ აღარ შევჭამ. არა, იცი რა, რომ მოგენდომებინა 2 ლუკმაშიც და 3 ლუკმაშიც შეჭამდი, მე ვარ სულელი. ფარტ 4. ყველაზე მეტად რა არ მომწონ შეში. წუწუნი რო წუწუნებ. ბიჭო. მართალი იყო რა ვქნა. გამოგვიწერეთ რა ძალიან. რატო გადამაგდე? ბოლოს როდის მესესხე ფული და რამდენი და როდის მითხარი დაგიბრუნებო. არასდროს არ ვიცი. 200 ლარი გამომართვა უნდა მოსულიყო რა. მიყვარს ყველაზე მეტად შენში. მისა თვალები. ეგული გამოსმა. შიშით გასხმა მე რა მომიხარ. ფარტ 5 იქნება 5000 ლაიქზე. ხორისე. გამოგვიწერეთ რა. I don't know how I got here, but I think I'm starting. ხელი გამეშვა, ბებო, მოდი ოხე. რა მოწურე, ნორმალი. იქნება ვიგი ხოლმე. სუკანი ხარ და ვიღარ გადაადგილდი, ხედავ. ეს ვიდეო 4500 ლაიქზე, ან 5000 ლაიქზე, ფარტ 5 დაიდება. ირსი ხალ. გაჩელენჯებთ ყველა ბიჭს. მოკლედ, დადგებით ესე, გადახვალთ 90 გრადუსზე. და გოგოები ამ სკაფს იღებენ და ბიჭები ვერ აიღებენ. აბა წავიდა ახლა ყევით. 1000 ლარი გატო. იყო 1000 ლარზე. გამოსწყვეტ ვიღაცას. ოხრა. შეგრა. შეგინება. შიგნით აწვევა პირველ. დღეს გვიწევდა მაგრამ გენეც. რა ხდება გიო? აიგე. ეხა აიგე გიო. რა ვიღე? მოიცა. რატომ ვერ აიგე? ეტა, მოიცა. რას ვერ ავიღე. ანუ ცადე და არ გამომივიდა თუ ბაძავთ მოგაზგავს. ბიჭო რა შვები? ახლა ზურამ. შენს მე გავაკეთე. მე რა დავები რა უნდა ამას ბიჭო. აჰა. გადადი. კარგად გადავიდა. ჩადი. აი 3 ნომერი უკვე. აი შარი. წონით და არის. გამოიწ. აი ცა ერთი. კალე. შემდეგი. ეს მოგოს. ცოტა შეახო. უიარა ხო. კახე ხამე. არა, ეხლა ვერა. 58 ნახევარ. 58 ნახევარი არის. მე მაქ 50. ბიჭებო, 1000 ლარი ჩემია. ვისი?
ჩემი. 1000 ლარი მოიგო ლარი და აბა გიო. გიო. თუ კიდე აღარ წახვიდე რომში და ჩააბარე. გიო, კითხვა მაქვს შენთან და უცებ ნუ ხო ფიქრის გარეშე გაიგე? წარმოიდგინე რომ ჩემი სიკვდილის დრო არის, ანუ კვდები და ერთადერთი ჩემი ხსნის გზა არის რომ აკოცო შენს რომელიმე ნებისმიერ შეყვარებულს წინას ყოფილს. მომისმინე, ხო და რას იზავდი, რას გაკეთებდი, უცებ მიპასუხე. აკოცებდი თუ არა შენს ყოფილს რომელიმეს იმისთვის რომ მე გადაგერჩინე. ვაკოცებდი, მაგრამ მოიცადებს. ესე ადვილად არ იქნებოდა. აკოცებდი? მომისმინე. დაგშორდებოდი. რა? მე გაკოცებდი, შეგირიგდებოდი და სო ყველა ბედნიერად იცხოვრებდა. ელ მორჩა შენი დრო ამოიწურა. გიო, ბარგი. რატო ბარგი? ანუ შენ სიკვდილის წინ მე დამშორდებოდი? კვდები დამშორდები? ანუ არ გიყვარ ვარ. ჩემი ეგ ვეღარ გავთვალე რა. ბარგი დროზე. ადექი, ბარგი. ანუ კვდები დამშორდება. ბიჭო რა. ეს არ სიყვარული? ამ ტიპა რა ბარგი რა. აი რა მოხდა, რა გითხარი ხა ისეთი? ვაიმე დროზე. გადი ისეს დიდი ხანი მოგინდა ბარგი შალგება. სოლიდარობა გიოს, დავიწერეს უკვე. კარი კაცო, კვდებოდი და დაგშორდებიო. იმის აგრეთვე სიკვდილის წინ ამე კარგი გეთქვა. გადი ახლა აქედან. 230,000 ფოლოვერზე სახს უბრუნდები. მანამდე არა, ვინც არ უბრუნდება. ერთი 230,000 ფოლოვერზე მალე ახვალ. გადი ახლა აქედან. გაიხურე, კარი კარგად. ხო იქნება, გადი ახლა. მე ვარ დედა და რას მოვესწარი ჩემმა შვილებმა წამიყვანეს რესტორანში. მე ცოლი ვარ და შევუკვეთეთ ოჯახური ხბოს ჩაშუშული ოსტრი და ასე შემდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვარ ცოლი და გიო, გამოდი ცოტა ხანი რაღაც საქმე მაქვს შენთან. გამო. გადახდის დრო მოდის და რაღაცა ეს ჩემი შვილები ძალიან დარბიან იქით-აქეთ რა ხდება ნეტავ. მე ვარ ცოლი და რა ცუდია რომ საფულე სახლში დამრჩა. გიო, შენ როგორ არ გაგახსენდა საფულე? კაი რა. მე ვარ დედა და თქვენი დედაც თურმე მე მიწერდა გადახდა ისევ მე გადამახტინეს. მოკლედ შვილი გავაშვილე, მაგრამ იქ უნდა გითხრა რაღაცა რა. მოკლედ დაიკო გეყოლება რა. ასე რომ იქნებიან ორი შვილი ვიყოლება რა. ვაზო დაგვიბრუნდება ჩვენთან იქნება ხალხო მაგისტრობას მეკარდი. პერიოდი შეგვეყარა არა გავმაგდებით ყველაფერს რა. დავაი წავიდა 26 ქვაზე ვდებთ, მანამდე არ ვდებთ. დავაი კაცი ხარ, დავაი ბოლომდე ბიჭები მივხვდებით მარტო ამ ყველაფერს. დავაი მიდი. ვაიმე ის გოგო მოდის, მთელი ბავშვობა რომ მომწონდა. გამარჯობა გენიცვალე. არ დადო, მიდი ბიჭო, დაანახი კაცობა. მეზობლებს არ დაანახოს სისუსტე, მიდი. აიგრე უღმადი, მეზობლებს აიგრე სახეში უყურე აიგრე ბოლომდე, კაცი ხარ, აიგრე, დავაი. თუ უყურმა ახალ კიბეებზე ძალიან ლამაზი ცოლი გეყოლება. აბა შენ იცი, ლომი ხარ.